ჩვენი ქვეყანა სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლური სამყარო, რომელიც დიდ მართლისთვის ემზადება, მოგეხსენებათ, რომ თვალინდელი დღიდან ჩვენ დიდ მართლას უნდა შევუდგეთ. ამიტომაც მე გადავწყვიტე დღეს ორიოდე სიტყვით გითხრათ, თუ როგორ უნდა ვიმართულოთ და თუ რატომ უნდა ვიმართულოთ საერთოდ. პირველ რიგში მინდა იცოდეთ რა არის მართლის არსი. მართვა ნიშნავს იმას, რომ რაღაცისთვის ადამიანი ემზადება და ამიტომ რაღაცნაირად თავს შეიზღუდავს. ისევე როგორც ვთქვათ, ხო გაგიგიათ, რომ როდესაც ვიღაცის ქორწილისთვის ემზადები, რას აკეთებ ამისთვის? ხო გარდა იმისა, რომ ვთქვათ, ძვირფასი ტანსაცმლის შეძენას აპირებ და ამისთვის ფულის დაგროვება შეიძლება დაიწყო, ამის გარდა რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ სხეულიც მოწესრიგებული უნდა გქონდეს და შეიძლება რაღაცა გარკვეული ისიც დაგჭირდეს ამისთვის ვარჯიშების ჩატარება, გარკვეული საკვებისგან შეზღუდვა, რომ კარგად გამოიყურებოდი ამ მიუხედავად იმისა, რომ სხვისი ქორწილი. და თუ კი ქორწილისთვის ასე ემზადებით, როგორც წარმოგიდგენიათ, სულის გადამრჩენელი, ხსნელი, აღდგომის დღესასწაულისთვის როგორ შეიძლება ემზადებოდეს ადამიანი. ამიტომაც მართულობს ადამიანი, რომ შეეგებოს ბრწყინვალე აღდგომას, მომზადებული და გაცნობიერებული ქონდეს, რომ მე ახლა როცა მართულობ, ეს იმას კი არ ნიშნავს მხოლოდ, რომ რაღაცნაირად ავრჭამდი მთელი 40-50 წლის განმავლობაში და ეხლა ამისთვის მე უკვე მზად ვარ, რომ რაღაცას შევეგებო. არა, სხვა რამეში არის საქმე. მართვა, ჩვენ როგორც კი სიტყვა მართვას ვახსენებთ, მაშინვე მუცელი გვახსენდება. და მუცელი კი არ უნდა გაგვახსენდეს, გონება უნდა გაგვახსენდეს. იმიტომ რომ მხოლოდ მუცლით იქნა შენახული, იცოდეთ, რომ ამას მართვა კი არ ქვია, ამას ქვია რაღაცა დიეტა. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი გონებით ხდება, თუნდაც ის რომ მუცელი ალაგმოს ადამიანმა, როდესაც გონებით ხდება ის რომ რაღაცნაირად ცხოვრების წესის შეცვლას აპირებს, ამ შემთხვევაში საქმე სულ სხვანაირად დგება. აი მართვაში ჩვენ გვავალებენ რომ წავიკითხოთ განსაკუთრებული ლოცვები. ამ ლოცვებს თან ახლავს მეტანიები. მე მინდა იცოდეთ ამისი თითოეულის მნიშვნელობა თქვენ. სიტყვა მეტანია რას ნიშნავს? ეს უნდა იცოდეთ, იმიტომ რომ მეტანია ფიზკულტურად არ გადაგექცეთ. მეტანია ბერძნული სიტყვაა და გონების შემოbrunებას ნიშნავს. გონების შემოbrunება გახლავთ მოქმედება, როდესაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ აი ეს რაღაცა ცუდია და არ შეიძლება მე ასე ვაგრძელებდე ჩემს ცხოვრებას. აი რაღაცა ცუდ რამეში ჩავდგი ფეხი მოკლედ და ეხლა უნდა შემოვტრიალდე, რომ კვლავ ამოვიღო ფეხი ამ ჭაობიდან. ეს არის შენი მეტანია. ამიტომ თუ კი აკეთებ ფიზიკურად დღეში 100 მეტანიას, მაგრამ გონებრივად ამაზე არ გიფიქრია, მაშინ ამას ქვია ფიზკულტურა. ისევე როგორც მართვას მართვა კი არ დაერქმევა, დიეტა დაერქმევა, ასევე მეტანიას დაერქმევა ფიზკულტურა და მეტი არაფერი. ამიტომაც თუ კი გონებით მართულობს ადამიანი, მისთვის უკვე ეს ნამდვილი მართვა და არა მუცლისმიერი მართვა და თუ კი გონებით აკეთებს ის მეტანიას და არა მხოლოდ ფიზიკურად. მე მაგალითად ეხლა უნდა გავაკეთო მეტანია ჩემი გონების შემოbrunებით. ამას შეიწირავს მხოლოდ ღმერთი. თორემ სულ რომ არ ადგეს ადამიანი მუხლებზე დაჩოქილი იყოს, მაგრამ მის გონებაში არაფერი არ იცვლებოდეს, აი გეკითხებით, როგორ შეიძლება ღმერთმა დაგიფასოთ ეს? ღმერთი აფასებს იმას თქვენ როგორ მოინდომებთ და რას მოინდომებთ. ჩვენი ძალების შესაბამისად. ამიტომაც არ შეიძლება იყოს მართვა, იგივე მეტანია, იგივე ლოცვა ყველა ადამიანისთვის ერთი. ლოცვა დაუწესო ადამიანს აკითხობს სალმუნები და არ ქონდეს ამისი ძალა, ვერ ცვლებოდეს ამას მისი გონება, მე ვფიქრობ, რომ ეს უფრო დიდი დანაშაულია. ჩვენი მართვა იგივე საკვების მხრივ, როდესაც ადამიანს აქვს რაღაცა გარკვეული სნეულება, ან ორსულად არის, ან მეძუძური დედა არა, ამ მნიშვნელობა აქვს, ან შაქარი აქვს ვიღაცას ეხლა და დაუწესო მას მკაცრი მართვა, როგორ შეიძლება ასეთი რამ გააკეთოს ეკლესიამ. ამიტომაც მართვა არის ჩვენი, კიდევ ერთხელ მოგავმეორე, გონებითი მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. ავადმყოფია გონებრივად უნდა მართულობდეს, მაგრამ შესაბამისად
ამ გონებიდან გამომდინარე თავის მიცელსაც ამარხულებდეს, ხო? არ შეიძლება თქვა ჩვენთვის მხოლოდ მოსნეულზე ყოფნა, შეიძლება ხორცსაც კი ღებულობდე, მაგრამ მარხვაზე იყო. ამიტომაც ყველაზე მეტად რაც გიყვართ, ყველაზე მეტად რასაც ვერ იმეტებთ, ბუდით ამით მიმარხულოთ. ასე დავიწყოთ ჩვენი ცხოვრება, იმიტომ რომ დღეს ისე არის გაიოლებული მარხვა, ყველაფერი იშოვება აბსოლუტურად. სამარხორცის პროდუქტები, სამარხო რაღაცა ხორცის შემცველები, სამარხო გოჭიცა გვაქვს მე მგონი უკვე ჯერ არ მინახავს, მაგრამ იქნება აბსოლუტურად. ამიტომაც სხვა რამით გადაწყვეტეთ თქვენი მარხვა. ნუ იქნება თქვენს თვალწინ სულ რაღაცა ის გაჯეტი, რომელსაც გამოგნებულად რაღაცა სკროლავთ. ადექით და გამორთეთ სოციალური ქსელები. აი ეს იყოს თქვენი მარხვა. აი ესე იმარხულეთ, ვისაც არ შეგიძლიათ ფიზიკურად რომ აღასრულოთ ან ესეთი მეტანიერი მძიმე, ან საკვების მხრივ რაღაცა მძიმე მარხვა აღასრულოთ. გამორთეთ სოციალური ქსელები. შეადგინეთ დღის პროგრამა, რომ რა ლოცვებს შეძლებთ დილით, როგორ შეძლებთ ლოცვებს საღამოს, წმინდა წერილის კითხვას რა დროს დაუთმობთ. ეს ყველაფერი გადაანაწილეთ ისე, რომ აი როგორც ჟული გვავალებს, რომ რაღაცნაირად მეათედი ჩვენი უნდა გავცეთ და სხვათა შორის ეს მარხვა სწორედ ასე არის დადგენილი. წელიწადში 365 დღე არის. და ეს მარხვა, როდესაც დაადგინეს, ეს მარხვა ზუსტად გამოდის მაშინ შაბათ-კვირას, ეს ძველი წესი ასეთი იყო. შაბათ-კვირას მარხვა აკრძალული იყო, არ შეიძლებოდა რომ ემარხულა ადამიანს და თუ შაბათ-კვირებს გამოაკლებთ და ნახევარ შაბათს, ბოლო შაბათს მთელი დღე არა, ნახევარი შაბათი იგულისხმება, გამოდის ზუსტად 36 ნახევარი დღე. ანუ მეათედი გამოდის. ასე რომ ეს მეათედი თქვენი გაღებული უნდა იყოს, იმიტომ რომ იკურთხოს თქვენთვის წელიწადი და იკურთხოს თქვენთვის თითოეული დღე. ამიტომაც თითოეულ დღესაც ასე დაფიქრდით და ასე 24 საათი ხო არის. მოდით 24 წუთი დავუთმეთ, რომ არ იყოთ არაფერში ჩართული გარდა ლოცვისა. ეს შეიძლება არ იყოს ერთბაშად და გადაანაწილოთ, რომ დილით 10 წუთი იყოს და საღამოს კიდე რაღაცა 14 ან პირიქით რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ესე მიუდექით ამ საკითხს. აუცილებლად დაიწყებთ აქ გაპრანჭვას, რომ მე ხლა ზიარებისთვის არ ვარ მომზადებული. მიიღეთ და სჭამეთ. სვით ამისგან ყოველთა. წირვაზე ხო გესმით ეს სიტყვები? ხომ არ აკეთებთ ამას? და სამოთხეში რო ესმოდა ადამიანს, რომ ყველა ნაყოფის ხეჭამე, ოღონდ ეს არ ჭამო, ის შეჭამო. ასე რომ უყურმართად ნუ მოვიქცევით ადამიანები რა. როდესაც ეუბნებოდა ადამიანს, აი ყველაფერი შეგიძლია ჭამო, ოღონდ ამ ერთ ხეს არ მიეკარო, ამ ერთ ხის ნაყოფს ნუ შეჭამო. სწორედ იმ ერთი ხის ნაყოფი შეჭამო. ახლა გეუბნება, მიიღეთ და სჭამეთ. შენ ამ დროს რა გაქვს მიზეზად, რატომ არ ღებულობ და რატომ არ ჭამო? აი შეგიძლიათ დამისახელოთ ეს მიზეზი. მე ბევრი მომისმენი. ვიღაცა ამბობს რომ არ ვარ მზად და მე აღდგომასობობა უკვე მზად არის. ვიღაცა ამბობს რომ ზიარების წინა ლოცვების კითხვა ეზარება. ვიღაცას კიდე სხვა მიზეზი აქვს რომ ლოცვას ვერ დაესწრო საღამოს. თუ ვერ დაესწარი ლოცვას კეთილინებე და სახლში შეასრულე განონები. ზიარების ლოცვებით შეგიძლიათ გადაანაწილოთ. ვიღაცას ურჩევნია თავიდან ბოლომდე წაიკითხოს ხოლმე ზიარების წინ. მე გირჩევთ, ვისაც არ შეგიძლიათ, ვისაც არა გაქვთ ამისი ნერვი, ყოველ დილის და საღამოს ლოცვებში გადაანაწილეთ და წაიკითხეთ დღეში მინიმუმ 2 ლოცვა ზიარებისა და კვირის ბოლომდე დამთავრებული გექნებათ და მოხვალთ ეს ზიარებით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე. იმიტომაც მართულობთ გონებრივად, იმიტომაც ვიცვლით ცხოვრების წესს, იმიტომაც უნდა მოხდეს ჩვენი გონების შემოbrunება. რომ მივეგებოთ ამ დღესასწაულს, მაგრამ როგორ შეიძლება მიეგებო, თუ კი შენ ამ ზიარებით ასე არ ემზადებ, ამას ყველაფერს. ნუ თქვენ გულში მოძებნეთ ეს მიზეზები, რომ ვიღაცა თორმე ამისთვის მზად არ ყოფილ. ამისთვის არის სწორედ ეს მარხვის დღე, რომ შენ მოემზადო ამ ყოველივესთვის. ეს არის წელიწადის განსაკუთრებული რაღაცა დრო, რომ შენ ღმერთმა გაგიწესა ეს დღეები იმისთვის, რომ ადამიანმა განიწმინდოს სულიერად და ადამიანმა შეიგრძნოს ის საფრთხო სიხარული, რომლითაც უნდა მერე იაროს მთელი წლის განმავლობაში, მომავალ წლამდე, მომავალ აი ასეთ მომზადებამდე. ამიტომაც თითოეულ ჩვენგანს გვჭირდება რაღაცა ხო არის, რომ მოდუნდება ადამიანი და კარგად უნდა შეაჯანჯღარო, მერე რომ კვლავ ახალი ძალებით შეუდგეს საქმიანობას.
სწორედ ეს მდგომარეობაა ეს მარხვა, სწორედ ეს მდგომარეობაა ჩვენი სულიერი შეჯანჯღარებისა, ამიტომაც დაიმახსოვრეთ. მეტანია, რომელსაც აკეთებ, ან ფიზიკურად შეიძლება ვერ აკეთებდე, მაგრამ ლოცვის დროს ამას გულისხმობ. შენი გონების შემოbrunებაა, ლოცვა, რომელსაც კითხულობ, არის შენი საუბარი ღმერთთან, წმინდა წერილი, რომელსაც აუცილებლად ყოველდღე უნდა კითხულობდე, არის რომ ღმერთი გესაუბრება შენ და გიცხადებს თავის ნებას. ზიარება, რომლითაც ქრისტესთან შეერთება ხდება, არის ჩვენთვის ცოდვების მოტევება და სულიერი სინათლე და ასე უნდა გამვლოთ ეს მარხვა. სხვაგვარად შეუძლებელი. სხვაგვარად ის შეკითხვები, რომ მე ახლა ის მეჭმევა თუ ეს არ მეჭმევა, დაანებეთ ამ გამოძიებას თავი, რაც აუცილებელია თქვენთვის ის მიიღეთ ყველაფერი და გონებით იმართოთ. გირჩევთ, აუცილებლად გირჩევთ აი ამ მარხვაში, რომ მოეშვათ ყველანაირ პოლემიკებს, პოლიტიკურს თუ პირადს, აუცილებლად უნდა შეეშვათ ამას. სხვაგვარად არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ ადამიანს გონებრივი მარხვა გაგიჭირდება, იმიტომ რომ ამ პოლემიკაში აღმოაჩენ, შეიძლება მართალი ხარ თუ არა, ამას არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ აღმოაჩენ, რომ ვიღაცა იჩაგრება, ვიღაცა მართალია, ვიღაცა მწვანეა, შენ მისი გამოსარჩლება მოგინდება, ოღონდ გამოსარჩლება არ იცი რა ფორმით უნდა შეძლო, იმიტომ რომ ეს ამბავი შეიძლება აქ სულ არ ხდებოდეს და ამერიკაში ხდებოდეს. და ამიტომაც ამ გამოსარჩლებას იწყებ იცით რა ფორმით? კაცები გინებით, ქალები წყევლით. ამიტომაც დამთავრდა იქვე შენი გონებრივი მარხვა, როგორც კი ასე გამოესარჩლებინეს. ამიტომაც წარმოიდგინეთ ახლა ძველი ადამიანი, რომელსაც არ ქონდა მსგავსი დიდი ინფორმაციები. სულ არ იცოდა რა ხდებოდა ახლა მოზამბიკაში, ამერიკაში და ასე შემდგომ სხვადასხვა ქვეყანაში. მხოლოდ მის ირგვლივ ხდებოდა ეს ამბები. როგორი დაწყნარებული გონება ქონდა მას. და ახლა ჩვენ ყველა წამს ამ გაჯეტების საშუალებით უყურებთ ნებისმიერ ქვეყანაში სადღაცას ქარი რო იყო, სადღაცას თოვლი და სადღაცას ყინვა, იქ რაღაცა მოხდა, იქ ვიღაცამ არასწორად მოიქცა თუ სწორად მოიქცა, ეს ყველაფერი ჩვენს გონებაში შემოდის, წარმოიდგინეთ და ჩვენი გონება რამდენად გადატვირთული. აი ამ გონების განტვირთვას გთავაზობთ სწორედ მარხვა. სულიერი მარხვა სწორედ ამას გთავაზობთ, რომ ეს ყველაფერი უნდა მოიშოროთ თავიდან. ეს ყველაფერი უნდა ამოიგდოთ თავიდან და იფიქროთ ერთ რამეზე, ქრისტეზე, მის ჯვარცმასა და აღდგომას. აი ეს დღეები სწორედ ამისთვის არის გამოყოფილი. და თუ ვერ მოახერხებ ამას და კვლავ დარჩები ამ ინფორმაციის კასკადში, იცოდეთ რომ ყველაფრისთვის მოიცლით გარდა ჯვარცმისა და აღდგომისა. ამიტომ ასე გირჩევთ, რომ პროგრამას, რომელსაც შეადგენთ, შეიძლება მკლავ ინფორმაციის გარეშე ვერ დარჩი ადამიანი და გაინტერესებდეს ახლა ქვეყანაზე როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეს რა ხდება. მაგრამ რაღაცა 1 საათი დაუთმო ამ ინფორმაციას, სხვა დანარჩენი თუ მანდამაინც ვერ ძლებ ტელევიზოროთ, კლასიკური მუსიკა მაინც ჩართე. ან რაღაცა კლასიკური ფილმი მაინც ჩართე და იმას მაინც უყურე, რომ შემეცნებითი იყოს ეს ყველაფერი და ამ გვადალუპეს და ვიღაცა სანჩეს სიყვარულს ნუ გადააყოლებთ ამ მარხვას. ასე გირჩევთ მე, ნამდვილად ასე გირჩევთ. რომ ნუ მოისყობთ ამ თქვენ გონებას ამ ინფორმაციებით, რომელიც არაფერში არ გჭირდება. წარმოიდგინეთ, რამდენი შესაძლებლობა აქვს ჩვენს გონებას, რამდენის დატევნა შეუძლია ჩვენს გონებას, რამდენი რამ ახსოვს, რაც საერთოდ არაფერში არ გჭირდება. საერთოდ არაფერში არ გჭირდება. და რამდენი რამ, რომელიც გამუდმებით გჭირდება, როგორ არ გახსოვს. აი ხა წარმოიდგინე, შორი გზა გაქვს გასავლელი მეტროთით თუ ავტობუსით და ამ დროს შენი გონება რითია დაკავებული. რომ იცოდე მეხსიერებაში რომ გქონდეს, მაგალითად ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ხომ დაждდებოდი და წაიკითხავდი ამას იმ მეტროში იქნება თუ ავტობუსში. აი შენ იქნებოდი გაცისკრომნებული ადამიანი. ფსალმუნები რომ იცოდეს პირად, მაგრამ არა. გეფიქრება იმაზე, რა რითიც არის შევსებული შენი მეხსიერება. და გამუდმებულად ფიქრობ იმაზე, იქ ვინ როგორ მოიქცა იმან, რა უპასუხა იმან, როგორ უთხრა, ამას რა აცვია, ეს ახლა გვერდზე რატო მომიჯდა და ასე შემდეგ. ამიტომაც განდევნეთ თქვენი გონებიდან, შეეცადეთ ახლა ეს კომპიუტერი არ არის, რომ იქ დააწვე
წაშლის რაღაცა ღილაკს თითი და წაიშალოს ინფორმაციები, მაგრამ გადართეთ თქვენი გონება აქეთკენ. დაიწყეთ თუნდაც დაზეპირება ისეთი ფსალმუნისა, რომელიც არ იცით ზეპირად. დარწმუნებული ვარ 50 იცით და 90 იცით. აი 59 ფსალმუნი იცით. და იცით რომ მეორედ მოსვლის წინასწარმეტყველებაა? 59 ფსალმუნი არის მთლიანად თავიდან ბოლომდე განკითხვის დღეზე. როდესაც მოვა ქრისტე, როგორ განგვიკითხავს? რას ეთქვის მართლებს და რას ეთქვის ცოდვილებს? რატომ არ იცით? იმიტომ რომ სხვა რამითაა ჩვენი გონება დაკავებული. ამიტომაც მართვაში ასე მოინდომეთ, ასე იფიქრეთ და ამ მიმართულებით იარეთ და ნუ იქნება თქვენი საზრუნავი ის, რომ ამ ტაფაზე კარაკი ხო არ დაეწვეთა ახლა და იმასში შემწვარი რაიმე არ შემეპაროს და არ დავიღუპო, იმიტომ რომ ღმერთი ზის და აკონტროლებს. ახლა მე იქ რაღაცა კარაკი მოხდა იმას ცხიმად თუ ზეთ. აქეთკენ ნუ იქნება თქვენი გონება. თქვენი გონება იყოს შემოbrunე მეტანია უნდა გააკეთოს თქვენმა გონებამ. მეტანია უნდა გააკეთოს და შემოbrunდეს უნდა სწორედ აქეთ. არა იმაზე ცხიმის რომელი ესე იგი ის იყო ინგრედიენტი, არამედ იმაზე რომ ჩემი გონება როგორ ღებულობს რაღაცა მოვლენებს, რომელიც ჩემს ირგვლივ აღესრულება. რომ შემიძლია თუ არა შევინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც მლანძღავენ თუნდაც უსამართლოდ. შემიძლია თუ არა შევინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც რაღაცა ქუჩაში შეხლა შემოხლა ხდება, საჭესთან რომ ვზივარ და ვიღაცამ დაარღვია და უკანონოდ გადამიჭრა გზა. შევინარჩუნებ თუ არა სიმშვიდეს მაშინ, როდესაც მეზობელი, ახლობელი ან მეგობარი მაწყენინებს რაღაცას და შევძლებ თუ არა ამ ყველაფერს. აი აქეთკენ იყოს შენი გონება მიმართული და არა იქითკენ თუ რა ვჭამოთ და რა ვსვათ. მარხვით გონება და არა მუცლით გონება მარხვით და არა მუცლით მარხვა. ამიტომაც ჩემო ძვირფასებო, არ მინდა დაგღალოთ, მინდა გითხრათ რომ ეს უმნიშვნელოვანესი დღეებია. ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არ დაბრუნდება. თან ეს ხო არ არის რომ რაღაცა ვერ გავატარა ეს დღე, კარგად და ამიტომ მოდი ახლა თავიდან დავიწყებ. თავიდან ვერ დაიწყებ. იმიტომ რომ ის დღე არ დაბრუნდება. ის დღე უკან შენ არავითარ შემთხვევაში აღარ მოგეცემა. ამიტომაც რასაც თავიდან ვერ დაიწყებ, უნდა იყო მაქსიმალურად მობილიზებული რომ გაატარო მთელი მარხვა. აი ესე ფიქრით, აი ესე რაღაცა ახალი სწავლით, ახლის შეძენით, თუნდაც იმას რომ გიკარნახეთ ახლა რომ წაიკითხეთ აბა 59 ფსალმი. თანამედროვე ქართულად წაიკითხეთ. განმარტება ნახეთ მისი როგორი განმარტება. რასაც ვერ გაიგებთ, მოდით და მოძღვარს დავუსვით ეს კითხვა. რას ნიშნავს ეს სიტყვები? შეიძლება მეც არ ვიცოდე და მეც ისეთ ინტერესში ჩამოგდოთ რომ მეც ძალიან ბევრი სიახლე გავიგო თქვენგან გამომდინარე თუ რას ნიშნავს და როგორ ნიშნავს რაღაცა. მე მინდა გისურვოთ ყველას ძალა, ღვთის შემწეობა ყოველივე ამაში, იმიტომ რომ რასაც ახლა მე ვლაპარაკობ ეს ადვილი კი არ არის. შენი გონება რო არის ამას ესე მიჩვეული ამ ყოველდღიურ რუტინას, ეხლა ამისი გადართვა ადვილი არ არის. ამას ჭირდება დიდი შრომა, დიდი მონდომება და რაც ყველაზე მთავარია, სურვილი ჭირდება. შენ უნდა გქონდეს ამისი სურვილი. თუ ამისი სურვილი არ გექნა, არაფერი არ გამოვა ესე. დღევანდელ დღეს შენდობის კვირაა, შენდობით იწყება მარხვა. სახარებაც ასეთი იყო წაკითხული თქვენ ისმენდით, ვისაც მიუტევებთ თქვენ შეწოდებებს, თქვენც მოგეტევებთ. თუ არ მიუტევებთ, ისე არ მოგეტევებთ. ამიტომაც ფორმულა პირდაპირ მოცემულია. ცოდვათა მოტევება გინდა, ისწავლე მიტევება. გინდა რომ შეძლო მარხვა, ასე დაიწყე მარხვა. ცოდვათა მიტევება. ეხლა შეიძლება ვინმე მიკითხოს, ეხლა ერთმანეთისთვის არაფერი დაგვიშავებია. რატომ უნდა ვთხოვოთ ერთმანეთს შენდობა? შეიძლება ერთმანეთისთვის არ დაგვიშავებია, მაგრამ ზოგადად ცოდვილი ადამიანები რომ ვართ, ამას ხომ გრძნობთ და ვაცნობიერებთ. და ვინც აცნობიერებს ამას რომ ცოდვილია, შენდობა საზოგადოდ უნდა ითხოვოს. განა იმიტომ რომ პირადად შენ გაწყენინე რაღაცა პირადად შენ ან დაგჩაგრე, ან ცუდად მოგეკეცი.
არამედ ზოგადად შენდობა უნდა ვითხოვო ყველა ჩემი ცოდვისათვის, იმიტომ რომ თქვენგან მიღებული შენდობით შემეძლოს რაღაცა დიდი ტვირთის ჩამოცილება, მართლა ხო მოგზაურობა, ამ მოგზაურობაში შევდივართ და ეხლა წარმოიდგინეთ მოგზაურ ადამიანს 200 კილო ტვირთი რომ ჩამოკიდოთ. ხომ ძალიან ძნელი იქნება მისთვის თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ეხლა წარმოიდგინეთ თითოეულმა ჩვენგანმა მისი ეს 200 კილოგრამიანი ტვირთი თითო კილოგრამი ჩამოვაკეთეთ და მასაც 1 კილოგრამი დარჩა და ჩვენც თითო კილოგრამით და ასე უფრო ადვილი არ იქნება ეს მოგზაურობა. ამიტომაც ასე შეუმსუბუქოთ ერთმანეთს მდგომარეობა, მივცეთ ერთმანეთს შენდობა. თუ მართლა ნაწყენინები გაქვს ადამიანისთვის, ამას ისედაც არ სჭირდება ეხლა ლაპარაკი რომ შენდობა უნდა მიეცეს. მაგრამ თუ არაფერი გიწყენინებია, ზოგადად ცოდვა აისახება კაცობრიობაზე, ქვეყანაზე, სამყაროზე მთლიანად, ისევე როგორც ადამი რომ ცოდვით დაეცა, იცით რა მოხდა? რა შუაში იყო მცენარეები და ცხოველები? ცხოველებმა ერთმანეთის ჭამა დაიწყეს და მიწამ აღმოაცენა მცენარეები, სარეველა მცენარეები, რომელიც არავის არაფერში არ სჭირდებოდა. და დღესაც იცით თქვენ რომ არის ესეთი მცენარეები, რომლებიც უნდა ამოთხარო და გადააგდო უბრალოდ, მეტი არაფერს მოქმედი არ არის. და რა შუაში იყო, რა დააშავა მიწამ ან ცხოველმა, მაგრამ მთელ სამყაროზე აისახება ადამიანის ცოდვები და აისახება მის ოჯახზე, აისახება მასზე პირადად. ამიტომაც ვითხოვოთ ერთმანეთისგან შენდობა, რომელთაგან მე ვიქნები პირველი და მაგალითის მომცემი, როგორც წინამძღვარი, რომ მომცეთ შენდობა ჩემი ყველა ცოდვისათვის, რომელიც შეიძლება პირადად არ მიწყენინებია, მაგრამ მე თვითონ ხომ მიგრძვნია, რომ თუნდაც ლოცვაში არ ვიყავ ისეთი გულმოდგინე, როგორც მღვდელს ევალება. ისეთი ყურადღებიანი ვერ ვიყავი, როგორც თქვათ ევალება მოძღვარს, რომ იყოს ნამდვილი, მე აქ დირექტორად კი არა ვარ დანიშნული, მამად ვარ დანიშნული და მამობა რომ ვერ გავწიე. ამ ყველაფრისთვის შენდობა უნდა მომცეთ, რა თქმა უნდა. ჩემი დაუდევრობისთვის და ჩემი შეცდომებისთვის, ყველაფრისთვის უნდა მომცეთ შენდობა, ისევე როგორც მე ჩემი მხრიდან გაძლევთ ყველას შენდობას, ღმერთმა შეგინდოთ და გაგახაროთ ყველანი. ამინ.